26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ ეროვნულ საბჭოს ხდომაზე ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც დარბაზში შეკრებილები მხუხარე და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ. საბჭომ 17 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, თუმცა ნანატრმა თავისუფლება მხოლოდ 3 წელიწადს გასტანა. 1921 წელს რუსეთის არმია მოულოდნელად თავს დაესხა საქართველოს და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. 1990 წელს კი უზენაესმა საბჭომ 26 მაისი კვლავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. ეს დღე კახეთის 8 მუნიციპალიტეტში წელს საზეიმოდ აღინიშნა. თელავში გამართული ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. აქტივობები დილიდან დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ეპიცენტრი კი ტრადიციულად ქალაქ თელავის ცენტრალური ნაწილისა და ერეკლე მეორეს მოედის მიმდებარე ტერიტორია იყო. წარმოდგენილი იქნა თავდაცვის ძალების შეიარაღება, აღჭურვილობა და მძიმე ტექნიკა. ულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე გვახსენებს, რამდენად დიდი ფასით მოგვიხდა სახელმწიფოებრიობის მოპოვება და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, განმტკიცება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. კახეთის 8 მუნიციპალიტეტის საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს დღევანდელ დღეს და მე დარწმუნებული ვარ, მოსული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ისიამოვნებენ დაგეგმილი ღონისძიებებით. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო 26 მაისის დღესასწაული. ეს დღე არის მართლაც ამაღლებული, ეს დღე არის საამაყო თითოეული ქართველისთვის. დღევანდელ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, ასევე წლევანდელი წელი არის გამორჩეული, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავზეიმობთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქალაქ თელავში წარმოდგენილია როგორც ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებით და გასართობი პროგრამებით, ასევე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსით და საქართველოს ფოსტის სხვადასხვა სტენდებით. გარდა იმისა, რომ ქალაქ თელავში ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილი, ასევე წარმოდგენილია ქალაქ ფოთში, ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ამბროლაურში სხვადასხვა თემატიკით და ეკონომიკის სამინისტროს თავისი წვლილი აქვს დღევანდელი დღის გალამაზებაში, უფრო ამაღლებული განწყობის შექმნაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ზრუნვალს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეკონომიკის თვითკმარობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება საქართველოს თითოეულ მოსახლეს. საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უსურვებ გაერთიანებულ, ძლიერ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. მოგეხსენებათ დღევანდელი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე განსაკუთრებით მინდა მეულოცო იმ გმირი ვაჟკაცების ოჯახებს, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. ყოველი ღონისძიების დროს, რაც იმართება, ყველა დიდ ქალაქში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამხედრო კომპონენტს. ხედავთ, გამოფენილია სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლავთ ის, რომ ახალგაზრდების დაინტერესება არის ძალიან დიდი. ათვალიერებენ ამ სამხედრო ტექნიკას და ინტერესდებიან სამხედრო საქმით. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს, გისურვებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას. ძალიან კარგი დღეს ვატარებთ დღეს, ბავშვი მყავს მოყვანილი და ძალიან ბედნიერია და რა ვიცი, ყველა ბედნიერია დღევანდელ დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გურჯაანშიც პომპეზურად აღინიშნა. კულტურისა და დასვენების პარკის ცალკე სივრცე დაეთმო ფოტოგამოფენას გურჯაანელი გენერლები. ასევე მოეწყო ბავშვთა ნახატების დათვალიერება და საქართველოს დროშის ხატვის მასტერკლასი. ღონისძიების მთავარ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანსამბლი ხარება, თბილისური კვარტეტი, ჯგუფი რანინა და კულტურის ცენტრის გაერთიანებასთან არსებული მუსიკალური ბენდი. ღონისძიებამ გვიანობამდე გასტანა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთობის, ეროვნული ღირსების სიმბოლო. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მოვიგონებთ და ხსოვნას ვიტყვით იმ ადამიანების, რომლებმაც თავისი საკუთარი სიცოცხლე გასცირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს გურჯაანი ტრადიციულად კიდევ აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. უამრავი მოსახლეობა დღეს მოსული. გილოცავთ ყველას
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საუკუნეზე მეტი გავიდა ამ დღის პირველად აღნიშვნიდან და მე სრულიად საქართველოს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, აი ამ ლამაზი კუთხიდან ამ წუთას ჯონ მალხას შალიკაშვილის სახლ-მუზეუმიდან ვილოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაერთიანებულ ტერიტორიულ ფარგლებში აღნიშნავს, მათ შორის აფხაზეთში. დღეს საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ და ჩემთვისაც, როგორც რიგითი ქართველისთვის და რიგითი მოქალაქისთვის, ყოველთვის განსაკუთრებული დღე არის, განსაკუთრებული ემოცია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე ჩემი სამშობლო და ყოველთვის ვცდილობ, რომ თითოეული ჩემი ნაბიჯი და ყოველი ქცევა და საქციელი იყოს ისეთი, რომ ჩემი ქვეყნისთვის წინადადგმული ნაბიჯი იყოს. მინდა მივულოცო მთელ ქვეყანას, ჩვენს რაიონს, გურჯაანელებს, მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ბევრჯერ და მრავალჯერ ვისურვებდი, რომ გვეზეიმოს, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ, გლობალურ სამყაროში არც ისე ბევრი სახელმწიფოა და ჩვენ ღმერთმა მოგცა არაჩვეულებრივი სახელმწიფო და ვალდებულები ვართ ყველა მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ, რომ ის იყოს და მისი ხვალინდელი დღე იყოს საუკეთესო, ერთმანეთზე უკეთესი. ყველას ულოცავ და მრავალ დამოუკიდებელ დღეს დაგვასწროს ღმერთმა. დღეს არის 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღე. სულ ყველას გილოცავთ.